დიახ, ალადაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის მესამე სართულზე არის მოთავსებული ახლა ნიკა კაპანაძე. მასთან ბუნებრივია იმყოფებიან საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც ექიმი. პირველებთან საუბრისას აცხადებს, კაპანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მისი ცოცხლე საფრთხე არ ემუქრება, პაციენტი არის ადეკვატური, ბუნებრივია არის გონზე, შედის კომუნიკაციაში და კონტაქტში მედპერსონალთან, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთვის არ არის ცნობილი მისა თუ არა მან ჩვენება საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ახლა ალადაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაკავებული ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. სწორედ კლინიკაში მოხდება მისთვის ბრალდების წარდგენა და შემდეგ კლინიკიდან გადაიყვანენ მას საქალაქო სასამართლოში პირველ სასამართლოს ხდომაზე, სადაც ნიკა კაპანაძემ დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით უნდა ილაპარაკოს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 42 წლის მამაკაცი მარცხენა ხელის მეორე თითის ამპუტაციით. პაციენტს შეუტარდა შესაბამისი კვლევები, გაუკეთდა ოპერაცია, ტაკვის ფორმირება. ამ ეტაპზე პაციენტი მოთავსებულია განყოფილებაში ქირურგის, ტრავმატოლოგის, ანგიოქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ, მისი მდგომარეობა არის სტაბილური. როგორც გითხარით, იმყოფება პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაც, შესაბამისად სხვა ინფორმაციის მოწოდება მე არ შემიძლია. გონზია ხო ჩაოლებული? ნათელი ცნობიერებით არის კონტაქტური, ადეკვატური. ხანთვის რომ დაზიანებული ხდებით? მარცხენა ხელის და სასწრაფო იარაღი კონდეთ რომ მიყენებული თუ აი რა სახის დაზიანება ქონდა ხელთან? იყო უკვე ამპუტირებული თითი, შესაბამისად სრული შეფასება რითი იყო ამპუტირებული თითი, ამის თქმა ახლა შეუძლია. ხამარ ვთქვათ რამე? არა, თვითონ არაფერი. შედის აპირებთ გაწარმოება. იგეგმება თუ რამე მართ შეგვიშალა ხელი და სამედიცინო თვალსაზრისით ყველაფერი იქნა დამაკმაყოფილებელი, იგეგმება ხვალ მაქსიმუმ ზეგ მისი გაწევა. პირველების ინფორმაციით ნიკა კაპანაძისთვის ეს არ ყოფილა პირველი დაკავება. ხელბორკილები მას რამდენიმე წლის წინაც დაადეს, ის დაკავებული იყო ოჯახური ძალადობის საქმეზე. ჩვენი ინფორმაციით ის დედაზე ძალადობდა ავტომობილში, რა დროსაც პოლიციის წარმომადგენლებმა დაინახეს თუ როგორ ძალადობდა ის ქალზე, დაადეს ხელბორკილები, გამოკეტეს პრეინტენსიურ დაწესებულებაში, თუმცა მალევე დატოვა პრეინტენსიური დაწესებულება. რა მიზეზით ეხლა ეს არის თავარი კითხვა, ამ კითხვაზე პასუხს ველოდებით ჩვენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისგან. ქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელთან, ჯერჯერობით მხოლოდ იმას გვეუბნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ 2020-2026 წლებში ბრალდებული სტატუსი კაპანაძეს არ ქონია. არსებობს კიდევ არაერთი კითხვა ნიკა კაპანაძესთან დაკავშირებით, რადგან შაინჯის ქუჩაზე ამბობენ, რომ მას ფსიქიატრიული პრობლემები ქონდა. ამის შესახებ იცოდა ყველამ, თუმცა ის არ მკურნალობდა, ასევე საინტერესოა საიდან ქონდა მას იარაღი, ეს იარაღის ტარების უფლება ქონდა, თუ უკანონოდ ფლობდა ის იარაღს. ბევრი კითხვა არსებობს, რომელზე პასუხიც უნდა გასცეს ახლა კაპანაძის მხარემ. ჯერჯერობით ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომ კაპანაძეს ადვოკატი ყავს, მისი ოჯახის წევრები მედიასთან კავშირზე არ გამოდიან. სავარაუდოდ ცოტა ხანში უფლებადამცველი მოინახულებს ალადაშვილის კლინიკაში და ბუნებრივია უფრო მეტი დეტალი მედიისთვისაც ცნობილი გახდება.